როგორ უნდა გახდეს სახელმწიფო სტრუქტურები მეტად ღია და გამჭვირვალე მოქალაქეებისთვის და რა არის აუცილებელი უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული სახელმწიფო სერვისებისთვის. პირველად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ამ საკითხებზე 3 ივნისიდან თბილისი ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლებს. საქართველოში 20 ქვეყნის დელეგატებს ელოდებიან. კონფერენციაში მონაწილეობას როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ. ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული კონფერენცია საქართველოში 3 ივნისს გაიხსნება. აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას მასპინძლობს. გასულ წელს კონფერენცია ამერიკაში გაიმართა. თბილისში დაგეგმილი ფორუმის განხილვის ძირითადი თემები სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარება, სამოქმედო გეგმებზე მსჯელობა და ღია მმართველობასთან დაკავშირებული საკითხები იქნება. მთავარი მიზანი არის სახელმწიფოებმა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება ამ სფეროში და განიხილონ ის კონკრეტული პრობლემატური საკითხები, რაც დღეს რიგში არის ევროპის და არა მხოლოდ ევროპის მასშტაბით და იმჯერონ ამ საკითხების გადაწყვეტას. სამოქალაქო საზოგადოებამ, მთავრობამ ერთხად დიალოგის რეჟიმში იმჯეროს იმ კონკრეტულ აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე, რაც საერთო პრობლემას წარმოადგენს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით 65 ქვეყანას შორის საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ღია მმართველობის კუთხით წარმატების გამო მოიპოვა. მათ შორის კორუფციის ინდექსისა და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის სიმარტივისთვის. 2013 წლიდან საქართველოს მთავრობის დადგენილება მოქმედებს, რომელიც საჯარო უწყებებს ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოქვეყნებას ავალდებულებს. სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია პორტალი MyGov.g, სადაც მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ 70-ზე მეტი მომსახურების მიღება. ღია მმართველობის ინდექსების თვალსაზრისით საქართველოს ბევრად გაიუმჯობესა მდგომარეობა და ამ მაჩვენებლით ის წინ უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას, აგრეთვე რეგიონში ის არის ლიდერი და ბუნებრივია, რომ ყველა ღია მმართველობის პარტნიორი ქვეყნების დიდი ნაწილი, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ენთუზიაზმით შეხვდა საქართველოს წინადადებას, რომ პირველად საქართველოში ჩატარებული იყო ღია მმართველობის პარტნიორობის ასე ვთქვათ რეგიონალური კონფერენცია. საქართველოში დაგეგმილ რეგიონულ კონფერენციაში 19 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. თბილისში ჩამოვა რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების გამარტივების დარგში საფრანგეთის მინისტრიც. მაღალი დონის შეხვედრაში სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დელეგატების წინაშე მოხსენებით წარდგებიან. საქართველოსაც როგორც სახელმწიფოს აღებული ღია მმართველობის პარტნიორობის წინაშე თავის მოიცავს ასევე სამოქალაქო სექტორის მონაწილეობას. ამიტომაც არის ამ ღონისძიების ფარგლებში ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი აკისრებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობას და აქტიურ ჩართვას დისკუსიებში და განხილვებში, ვინაიდან ღია მმართველობის პარტნიორობა ცალკე მხოლოდ სახელმწიფოების ხელისუფლების მონაწილეობა არის წარმოუდგენელი, თუ კი ამ პროცესში პარალელურად არ იქნება ჩართული სამოქალაქო საზოგადოება. ღია მმართველობის პარტნიორობა ამერიკისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა. პროგრამა მთავრობებსა და სახელმწიფო შტოებს შორის მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები იღებენ ვალდებულებას მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ასევე ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები.